მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალთან მომხდარი ავარიის დროს მიკროავტობუსში მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამბობს, რომ მიკროავტობუსში ვიდეო რეგისტრატორი იყო. თუმცა ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, საქმეში აღნიშნული ვიდეო რეგისტრატორი არ არსებობს და გაქრა. დღეს გამართულ სასამართლოს ხდომაზე კიდევ 3 არასრულწლოვანი დაკითხეს, რომლებიც სამარჯიშვილის თქმით ამბობენ, რომ ავარიის დროს მიკროავტობუსის მძღოლი სწრაფად გადაადგილდებოდა. დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურული იყო, ვინაიდან იკითხებოდნენ არასრულწლოვნები. საქმე ეხება გასული წლის 8 სექტემბერს ადიგენის სოფელ არალთან მომხდარ ავარიას, რა დროსაც მიკროავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად კი მიკროავტობუსში მყოფი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. მიკროავტობუსს ზარზმის აკადემიის ფეხბურთელების გუნდის არასრულწლოვნები გადაჰყავდა. გარდაცვლილიც ფეხბურთელი იყო. დაკითხვისას გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ მიკროავტობუსის მძღოლთან ბეჟან ყულიჯანიშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მის ნომერზე სხვა გვიპასუხა, რომელმაც გითხრა, რომ ბეჟანი შეუძლოდ იყო და გასაუბრებას ვერ შეძლებდა. ავარიის საქმეზე მერვე თვეა დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლიც უნდა დაისაჯოს. მიკროავტობუსის მძღოლი ჩვენს რედაქციასთან ბრალს უარყოფს. არგუმენტად ვიდეო ჩანაწერი მოჰყავს და ამბობს, რომ იგი მთავარ გზაზე მოძრაობდა და პრიორიტეტი მის მანქანას ენიჭებოდა. 3 არასრულწლოვანი დავკითხეთ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე და მნიშვნელოვანი გარემოება, განსხვავებული გარემოება გამოიკვეთა ის, რომ ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ამ მიკროავტობუსში იყო ვიდეო რეგისტრატორი, რომელიც იმჟამად, იმ ხნად, იმ დღეს იყო ჩართული. ამ არასრულწლოვანმა განმარტა, რომ მაშინ როდესაც გაჩერებული იყო ხოლმე სამარშრუტო ავტომობილი თუ მიკროავტობუსი, ასე დროს ბავშვები ამოწმებდნენ, როგორ იღებდა ეს ვიდეო რეგისტრატორი და აქედან ზუსტად ახსოვს, მაგ დღესაც შეამოწმეს, მაშინ როდესაც ახალციხის გასასვლელში ფურნეში საცხობთან გააჩერეს და იყიდეს საკვები და შემდგომში ეს ვიდეო რეგისტრატორი საერთოდ გაქრა და მისი გაქრობა აწყობდა ცხადია მიკროავტობუსის მძღოლს, იმიტომ რომ წაეშალა კვალი, ყოველ შემთხვევაში ეცადა, თორე ის რომ მართალი ყოფილიყო ამ ავტოსაგზაო შემთხვევაში, ცხადია ის პირველი იქნებოდა მათ შორის, ვინც ვიდეო რეგისტრატორს წარადგენდა გამოძიებაში. თუმცა გაქრა ეს ვიდეო რეგისტრატორი და საერთოდ არ გამოჩენილა, რომ არა ის არასრულწლოვანი, მადლობა მას, ფაქტიურად არავის არ ეცოდინებოდა მათ შორის არც დაცვის მხარეს, რომ არსებობდა ვიდეო რეგისტრატორი, რომელიც ჩართული იყო იმ დღეს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალთან ძლიერი წყლის ნაკადი საავტომობილო გზაზე გადადის და გადაადგილების პრობლემას ქმნის. ვიდეო სოციალურ ქსელში ადგილობრივი რადიო 2 ავრცელებს. რა მიზეზით გადადის წყალი საავტომობილო გზაზე და იგეგმება თუ არა პრობლემის მოგვარება. ხანჩალის თემში მერის წარმომადგენლის თქმით, მიზეზი დიდი რაოდენობით თოვლის დნობაა, რამაც მიმდებარედ არხში წყლის ნაკადის მატება გამოიწვია. შსს ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, ხოლო 6 ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ამის შესახებ დღეს ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. უწყების ცნობით სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3 სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.